შეერთებული შტატების კონგრესის ორივე პალატას 3 იანვრიდან რესპუბლიკელები აკონტროლებენ. ერთ-ერთი პირველი და ამასთან ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რაც ამერიკელმა კანონმდებლებმა პირველივე სამუშაო დღეებში დაასრულეს, იყო 5 ნოემბრის არჩევნების შედეგების, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის გამარჯვების სერტიფიცირება, ოფიციალური დამტკიცება. ჩემი კოლეგა მაია ქვარცხავა გვერდდება სტუდიაში, რომელიც ახლა კონგრესის პირველი სამუშაო კვირების უმთავრესი საქმეების შესახებ გვიამბობს. მაია, მადლობა და გითხარი, რატომ იყო აი ამ არჩევნების შედეგების ოფიციალური დამტკიცების ეს პროცედურა ასეთი მნიშვნელოვანი? პროცედურა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მოლოდინი ისეთი არეულობის ან უწესრიგობის იმის მსგავსიც, რაც მოხდა 4 წლის წინ, დედაქალაქში არ ყოფილა, თუმცა მიუხედავად ამისა ზომები გამკაცრებული იყო და ჩვენ კარგად ვნახეთ, იმიტომ რომ ძალიან ახლოს მუშაობთ კაპიტოლიუმიდან და ქუჩები იყო გადაკეტილი და ზომები იყო მიღებული. ამის წინაპირობა იყო ის, რომ კამალა ჰარისმა ვიცე-პრეზიდენტმა დამარცხება მაშინვე აღიარა და არაერთხელ გაიმეორა, რომ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური ამერიკისთვის, ამას პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც ხშირად იმეორებდა და ამიტომ ესეთი მოლოდინი უწესრიგობის ისეთი როგორც 4 წლის წინ მოხდა, დედაქალაქში არ ყოფილა. პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ გავიმეორებ, მაგრამ ჩემი აზრით ეს უფრო ფორმალურ, უფრო ვიტყოდი ცერემონიულ ხასიათს ატარებს, ისეთი რიტუალურია, შემოდიან შტატის წარმომადგენლები, თითო-თითო დაცხადებენ, რომელ შტატში რამდენი ხმა რომელმა კანდიდატმა მიიღო. წელს ძალიან მშვიდ გარემოში ჩაიარა ამან, არავის არაფერი გაუპროტესტებია, პირიქით, აპლოდისმენტებით ეგებებოდნენ კონგრესში თითოეული შტატის გამარჯვებული კანდიდატის გამოცხადებას. სხდომას ტრადიციულად თავმჯდომარეობს ვიცე-პრეზიდენტი, ამ შემთხვევაში ეს იყო კამალა ჰარისი, რომელმაც პრაქტიკულად საკუთარი თავის დამარცხება დაამოწმა, დაადასტურა. მაგრამ ის არ არის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა. აქამდე ამერიკას ყავდა 2 ვიცე-პრეზიდენტი, რომელთაც დაადასტურეს, დაამტკიცეს, სერტიფიცირება მოახდინეს, უფრო ისეთი სიტყვა აქ, რომელსაც ხმარობენ, არჩევნების შედეგების. ეს იყო რიჩარდ ნიქსონი, რესპუბლიკელი 1961 წელს, მან წააგო მაშინ პრეზიდენტ კენედისთან და შემდეგ იყო 2001 წელს ალ გორი, ვიცე-პრეზიდენტი, რომელმაც წააგო არჩევნები რესპუბლიკელ ჯორჯ ბუშთან. სხვათა შორის, ალ გორის დროს იყო უფრო მეტი ხმაური თვითონ კონგრესში და მეტი პროტესტი ისმოდა, მაგრამ მას ისტორიული სიტყვა ჰქონდა, რომელშიც სიტყვის დასასრულს თქვა, ღმერთმა დალოცოს ამერიკის პრეზიდენტი, ღმერთმა დალოცოს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი და ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები. და რადგან პრეცედენტებზე და ისტორიულ გამოცდილებაზე ვსაუბრობთ, გითხარი ისიც, რამდენად ხშირია ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ის, რომ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოს ერთი პარტიის წარმომადგენლები აკონტროლებენ. ეს იმდენად ხშირად ხდება, რომ ამის სტატისტიკური მიმოხილვა უბრალოდ ძალიან შორს წაგვიყვანს. თავრობის ტრაიფექტას ეძახიან აქ. ესეთი ტერმინია, რომელიც მეეჭვება ქართულად იყოს, იმიტომ რომ ბრიტანული, როგორც გავარკვიეთ, დოღიდან არის შემოსული ეს. როდესაც ძალაუფლების მთავარ შტოებს, თავრობის ერთს აღმასრულებელს და 2 საკანონმდებლოს, სადაც 2 სხვადასხვა პალატაა, აკონტროლებს ერთი და იგივე პარტია. ეს ტრაიფექტა ბოლოს ქონდა, მე მგონი 3 პრეზიდენტის შემთხვევაში იყო ეს, ბოლოს 3 პრეზიდენტის შემთხვევაში, უბრალოდ რომ ჩვენ მაყურებელს შეექმნას სწორი შთაბეჭდილება, რამდენად ხშირად ხდება ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბოლო 2 პრეზიდენტმა, ამ შემთხვევაში საუბარია პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე, მაშინ როდესაც მან გაიმარჯვა, ორივე პალატას ასევე დემოკრატები აკონტროლებდნენ, მაგრამ დაკარგა ძალიან მალე 2 წელიწადში შუალედურ არჩევნებზე წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დაკარგეს დემოკრატებმა. ანალოგიურად მოხდა წინა შემთხვევაში პრეზიდენტ ტრამპის 45 პრეზიდენტის შემთხვევაში, როდესაც მან გაიმარჯვა, საპრეზიდენტო პოსტი მოიპოვა, ასევე ორივე პალატაში რესპუბლიკელებმა გაიმარჯვეს, მაგრამ შემდეგ დაკარგეს 2 წელიწადში ისევ წარმომადგენელთა პალატა, იმიტომ რომ რესპუბლიკელებმა იქ უმრავლესობა მოიპოვეს. ცოტა განსხვავებულად იყო პრეზიდენტ ბარაკ ობამას შემთხვევაში, მაგრამ მანაც ესე თავიდან მოვიდა ტრაიფექტას ეფექტით, მაგრამ ძალიან მალე დაკარგა სენატი. ასე რომ ეს ხშირად ხდება და არ არის გამორიცხული ამ შემთხვევაში 2 წელიწადში რესპუბლიკელებმა დაკარგონ უმრავლესობა წარმომადგენელთა პალატაში ან სენატში.
და რადგან უკვე ძალიან აქტიურ სამუშაო ფაზაშია შესული კონგრესი, 119 მოწვევის კონგრესი, გითხარი რა არის ის მთავარი საქმეები, რაც უახლოეს კვირებში ექნებათ ნახავთ თუ არა მნიშვნელოვან მოსმენებს, განხილვებს უახლოეს დღეებში. მომავალი კვირიდან იწყება დამტკიცებები წამყვან პოსტებზე, კაბინეტის წამყვან პოსტებზე. ჩვენთვის რამდენიმე სხვა განიხილება, მაგრამ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება და თვალს მივადევნებთ აუცილებლად. პირველი ეს არის მარკო რუბიოს, ფლორიდის სენატორ მარკო რუბიოს დამტკიცების პროცესი, რომელიც გაიმართება 4 შაბათს, 15 იანვარს. მას მოусმენენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სულ ახალი არჩეულია რამდენიმე დღის, ჯიმ რიშია თავმჯდომარე და მან არაერთხელ აღნიშნა უკვე რამდენიმე ინტერვიუში, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული კანდიდატი, რომ სავსებით შეესაბამება კვალიფიკაციებს. ისინი ერთმანეთს საერთოდ ეს კომიტეტი კარგად იცნობს მარკო რუბიოს, იმიტომ რომ ის მუშაობდა ამ კომიტეტში დიდი ხნის მანძილზე. ამიტომ იქ არ ველით რაღაც გართულებებს, სავარაუდოდ ეს ძალიან ისე ჩაივლის იოლად მარკო რუბიოს დამტკიცება, როგორც ვიცით, ის უხელმძღვანელებს დიდი ალბათობით შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას წარმართავს. მეორე დამტკიცება, რომელიც ასევე ძალიან საინტერესო იქნება, ეს ერთი დღით ადრე მოხდება, სამშაბათს, 14 იანვარს, პიტ ჰექსეთის დამტკიცების პროცესი შეიარაღებული ძალების კომიტეტში. იქაც ახალი თავმჯდომარე ყავთ, როჯერ ვიკერია, რესპუბლიკელი. თუმცა იქ უფრო მეტ წინააღმდეგობას ველით, განსაკუთრებით დემოკრატებისგან, რომლებიც თვლიან, რომ არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ დასახელებული კანდიდატი შეიძლება არ შეესაბამებოდეს პენტაგონის ხელმძღვანელობას. პიტ ჰექსეთი წარდგენილია თავდაცვის დეპარტამენტის მდივნის პოსტზე. სავარაუდოდ იქ უფრო მეტი წინააღმდეგობები იქნება, მაგრამ ნუ გაუსწრებთ მოვლენებს, შევხედოთ. ძალიან დიდი მადლობა მაია, ჩვენ კი ვრჩებით ეთერში და სხვა საინტერესო თემებით განვაგრძობთ გადაცემას.